როგორც თავის დროზე კომუნისტები კლავდნენ პოლიტიკას აკრძალვებით და ერთპარტიულობით, დღეს ვკლავთ აკრძალვებით და ორპარტიულობით. ოღონდ ორივე პარტია არის ქოცების. დაშვებულია ერთი გაუმარჯოს ბიძინას და ამაზე მუშაობს მოგეხსენებათ პროსახელისუფლებო მედიები და მეორე აზრი არის დაშვებული ბიძინას დედაცვატირე. და ამაზე მუშაობს ოპოზიციური სამი არხი და კიდევ ვიღაცეები. ორივე ეს აზრი ფინანსდება ხელისუფლებიდან. სხვადასხვა ფორმით. აი ეს ორი აზრი არის დაშვებული. ამაში ეშლებათ ადამიანებს. აი ამ ხრიკს ვერ ხვდებიან, რომ სინამდვილეში აი აქ არის გასაღები. ნახეთ, ახლა არ არის საბჭოთა პერიოდი, არსებობს ინტერნეტი, თუ არსებობდა ორი არხი პირველი და მეორე, ახლა არსებობს ტელევიზიები, ვიღაცა გახსნის ამ ტელევიზიებს და ტელევიზია რო არ იყოს, გაჩნდება YouTube პროდუქტი. სისტემა ამას ეთამაშება სხვანაირად ახლამდე. ახლა კი არის კრძალება პირობითად ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი. არა, არამედ კონტროლდება განსხვავებული აზრი. შენ თუ რამე სხვას ამბობ, ამ ორის მიღმა, შენ იბლოკები ერთის მხრიდან და მეორის მხრიდან, გივიწროვდება ფინანსური საშუალებები, გინდა ერთი მხრიდან, გინდა მეორე მხრიდან. იქნება ამ ორის გარდა მოდის სხვა რამეზე დავფიქრდეთ. ბიძინამ რასაც მიაგნო, რო იძახის რომ მივაგენი ადამიანის თვითგადარჩენის რაღაცა ინსტინქტის, რაღაცა მუშაობის მექანიზმსო, სინამდვილეში არის ეს რომ არსებობდეს სულ ორი აზრი, ყველა არჩევნებს ჩვენ ფაქტობრივად სწორედ ამის გამო ვატარებთ უკიდურესად რადიკალიზებულ სიტუაციაში. ანუ არავის ამ ორ მხარეს არ აწყობს მშვიდად ჩატარდეს არჩევნები, იმიტომ რომ ორი მშვიდად ჩატარებულ არჩევნებში ქოცებსაც გაუვარდებათ ხელიდან ხმები, ნაცებსაც გაუვარდებათ ხელიდან ხმები. ამიტომ საჭიროა სრული პროპაგანდა, სრული აი ტვინის არევა ადამიანებზე. ამ ორ აზრს ქოცები უშვებენ. ქოცები აფინანსებენ სამივე ტელევიზიას, ოპოზიციურ ტელევიზიას სხვადასხვა ფორმებით. ოღონდ იმისთვის, იმ დაკვეთით, რომ მათ მარტო ქოცებს აგინონ. არანაირი სხვა აზრი არ არსებობდეს. რა ვუშველოთ ამ ჩვენ სიტუაციას, ტელევიზიაში არ უნდა ხდებოდეს. ტელევიზიაში უნდა ხდებოდეს მარტო ლანძღვაგინება. ძიამაღლობელი დაიჭირეს, მიდის ლანძღვაგინება, ვინც დაიჭირა ძიამაღლობელი, მაგრამ არანაირი გეგმა. როგორ უშველოთ, რომ სხვა მზიამაღლობელი არ იყოს. არანაირი გეგმა, რომ შემდეგი 50 კაცი არ დაიჭირო. უბრალოდ ემოციები ღრიალი გინება შეურაცხყოფა, რომ არავინ კითხვაც კი არ დასვას, რომ ეგენი როგორ იქნებიან ქოცები. ეგენი ქოცები ხო არ არიან. ეს კითხვა არავინ არ უნდა დასვა. შენ ისე უნდა აგინო ბიძინას. ვიღაცა უყურებს ამას და ფიქრობს, რომ აი ეს როგორ იქნება შეკრული. ხალხო დაუშვით ერთის მხრიდან, რომ ბიძინაზე უკვე იმდენია ნაგინები, რომ გინება იმას არ წყინს. შეიძლება წყინდეს ვიღაცა ადამიანისგან, ვისაც პატივს სცემს, მაგრამ აი ამ სულელებისგან გინება ხო არ უნდა ეწყინოს. რა დროს ამეწყენა 12 წელი აგინებენ. ეს უნიკალური ფორმაა მოფიქრებული. მხოლოდ გინება რომ ეჭვი არავინ არ შეიტანოს, ეს როგორ იქნება შეკრული, ნახე როგორ აგინებს ქოცებს და ამითი არნაირ საფრთხე არ ემუქრება ქოცებს. პირიქით, რაც უფრო მეტი ინგა გრიგოლია და ეკამიშველაძე ეყოლება იმას, რა ქვია, ქოცებს, მით უფრო გარანტირებული არის მათი უსაფრთხოება. იმიტომ რომ იცი რომ აი თავარი მოწინააღმდეგე სანამ ეს კაკანებს აქედან არავინ სხვა უფრო ხმამაღლა ვერ იკაკანებს, ვერ იკადრებს უბრალოდ იმას, რასაც ესენი კადრულობენ. თქო, ესენი კადრულობენ წინასწარ შეთანხმებით. მათ იციან დაუწერელი კანონი არსებობს, რომ აი ეს მოსულა. ხალხს იმენ აი როგორ გითხრა, არ აძლევს საშუალებას, აი არ აშორებ ერთი და იგივე ტაქტიკას, როგორც კი ხალხი რაღაცაზე გაბრაზდება, შენ აჯდები ამ გაბრაზების ემოციას და ეს ყველაფერი გადაგყავს საბოლოო ჯამში ღრიალზე. ქუჩაში ბოდიალზე, ქუჩაში რაღაცა მარშირებით სიარულზე, რომელიც წინასწარ არის მარშრუტის დონეზეა შეთანხმებული სუსთან და ხვდები, რომ არანაირ საფრთხეს ეს არ წარმოადგენს, უბრალოდ ბრაზის გამოფრქვევის ინსტრუმენტია. აზრის არ გაშუქებაში არის ფული აღებული. დანარჩენი რაც გინდა ქენი, აგინები ძინას, აგინები ძინას, აქემიშას, აქემიშას. ოღონდ შენ არაფერი არ უნდა გააკეთო ისეთი, რომელიც შედარებით ზომიერ ამორჩეველს დააფიქრებს იმაზე, რომ მოდი რამე შევცვალოთ. დაატარებენ წინ და უკან უშინაარსოდ, რისკავენ ამ ხალხის ქონებით, რისკავენ ამ ხალხის თავისუფლებით, მაგრამ ყველასთვის ამ წუთას დალაგებული თამაშია, რომ მოდი ერთად ქოცებმა და ნაცებმა, ვინც ახლა იქ წინ დარბიან, ერთად მოვაშთოთ ეს სახალხო პროტესტი. აი ამ ოპერაციას უყურებთ ჩვენ მოყოლებული არჩევნებიდან. ოპოზიცია იმიტომ კი არ არის რომ ქოცები არ აქრობენ ოპოზიციას, ისინი დემოკრატი ხალხია. არა, ქოცები სხვანაირად აქრობენ ოპოზიციას. არსებობს ოპოზიციის რამდენიმე მჩხავანა ტელევიზია იხნის კარტებით და რამდენიმე აქტივისტი თუ რაღაცა ლიდერი, რომელიც აი ამ წესრიგს თავს ახდენს საზოგადოებას. დანარჩენი უბრალოდ არის ტალღას აყოლილი და მისი აზრით ებრძვის ბიძინას.